ნატასთან გადავალ, მოდით ახლა თქვენი ნებართვით, არა მხოლოდ ახალგაზრდები, აი თქვენ ხართ ამისი მაგალითი, ხო? დათა, რომელიც პირველივე დღეებიდან და მე მგონი აი ესეთი ანთებული რო ვარ და ძალიან დარწმუნებული ამ ბრძოლაში გამარჯვება რომ აუცილებლად დადგება, ეს გადმომედო დათა თავაძისგან და დათას დედა არის, ხო? ანუ დედები, შვილები, მე და ჩემი შვილიც ვდგავართ, ანუ ბებიები, ბაბუები, უფრო ასაკოვნები, უფრო ახალგაზრდები, რა არის ეს პროტესტი თქვენთვის, ნატა, რამაც გამო გვიყვანა ყველანი ქუჩაში. მოდით ვიტყვი პირდაპირ რაღაცნაირად ამ ხელისუფალს, რომელიც ცდილობს რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ეგონა რომ კულტურა, ხელოვნება მაინც მეტნაკლებად მაპატიეთ, ძალიან უხეშად გამომივა, ჯიბეში ყავდა. ბევრი ქონდა ივანიშვილს გაკეთებული წლების განმავლობაში ქველმოქმედება გაწეული ამ მიმართულებით და ალბათ ყველაზე მეტად ვერ შეიძლება ეხა იღებს სწორედ აი ამ კრიტიკას, რაც ესმის სწორედ ამ სფეროდან და ბევრს აღარ გავაგრძელებ, გადმოვალ თქვენთან, უბრალოდ მე როცა ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში, რატომ ესეთი აგრესია თქო თეატრალური სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, მე ამომიტივტივდა რუსული კანონის მიღების დღეებში ყველაზე აქტიური პროტესტი მოდიოდა სწორედ თეატრებიდან, სცენებიდან, მსახიობებისგან და ალბათ ესეთი დაგეშვაც აი ამ ძალოვნების დაჭერები და დასისხლიანება იყო სწორედ ამის გამო. დედები, შვილები, აი რამ გაგიყვანა თქვენ, რა პროტესტში ხართ დღეს? დამოუკიდებლად ხარ, მე თვითონ ჩემი პროტესტები მაქვს, მაგრამ მე მგონი თავიდან მოხდა ის, რომ ჩვენ ყველა, ანუ ჩვენი ასაკის ადამიანები მართლა ზურგს ვუმაგრებთ მათ, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, ქვეყნის მოდელის შექმნა არის ამ თაობის საქმე. ეს ამათი დაკვეთაა, როგორი ქვეყანა უნდათ. ჩვენ სულ რომ არ ვეთანხმებოდეთ, მაინც მანდ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ძალა არის მათი და ისინი გამოძერწავენ იმ ქვეყანას, რომელ ქვეყანაშიც მოგვიწევს ჩვენ ყველა ცხოვრება. ახალგაზრდობას ჩვენ ერთად არის რაღაცა ინგლისური ის არის, მე მგონი ახალგაზრდობას რო იცოდეს და ასაკს რო შეეძლოსო, არის ესეთი რაღაცა. ჩვენ შეიძლება იმ ხელა ენერგია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ რაღაცები ვიცით, ჩვენ რაღაცა მეხსიერება გვაქვს, ჩვენ ყოველთვის უნდა ვახსენებდეთ რაღაცას, იმიტომ რომ არაფერი თავიდან და ახლიდან არ ხდება. ძალიან ბევრი რამ მეორდება კიდეც. და ალბათ ჩვენი ფუნქცია არის ეს და მათი ფუნქცია არის ის, რომ მათ ეს შეუძლიათ, იმიტომ რომ მათში არის ეს არანორმალური ენერგია. და ცოდნაც, ახლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ მართლა ჩვენ უბრალოდ მეხსიერება გვაქვს, უფრო დიდხანს ვიცხოვრებთ. და ვფიქრობ, ეს ჩვენი გაერთიანება არის სწორედ ეს, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ ასე თუ ისე რაღაცნაირად ვიწუნიეთ ეს თავისუფლება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეგონა, რომ ის 40 წლიანის დავარღვიეთ და უფრო ადრე მოვიდა ჩვენთან ეს თავისუფლება და გავთავისუფლდით, მაგრამ გაირკვა, რომ ჩვენი შვილები გავზარდეთ იმ თაობად, რომელიც იმსახურებს ისეთ ქვეყანას, როგორიც ალბათ ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო. როგორი? დამოუკიდებელი, თავისუფალი, სამართლიანი, სოლიდარული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიანი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სხვისი ჭირი ღობის ჭხირი არ არის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი ქმნიან ახალ მოდელს, აი გურამი ამ ახალ მოდელს ვიღებთ ჩვენს და ვემორჩილებით და მივყვებით და თუ რამეში ვართ საჭირო, უნდა გავამაგროთ.